ძალიან ხშირად გამოდიოდა იმ უწოდებით, რომ ოპოზიციური ალიანსი უნდა გაკეთებულიყო უფრო დიდი ხნით ადრე. ახლა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კარგია ეს რომ გაკეთდა, მაგრამ საერთოდ ნებისმიერი ალიანსი, ნებისმიერი სისტემა, საერთოდ ზოგადად ბუნებაში რო აიღო, სისტემა მუშაობს კარგად იმ შემთხვევაში, თუ ის არის სრულყოფილი და მას ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი აქვს. სისტემა იმუშავებს, თუ სრულყოფილია და თუ ის არის თავსებადი. ახლა თუ სისტემას რაღაც ელემენტები აკლია, დეტალები, მაშინ ის ბოლომდე კარგად ვერ იმუშავებს. მოკლედ, არც ნაკლები დეტალი უნდა იყოს, არც მეტი დეტალია, იმისათვის. ანუ რა ელემენტებია აუცილებელი და საკმარისი იმისთვის, რომ ალიანსმა გაძლოს კი არა, გაიმარჯვოს. იმიტომ რომ ჩვენ ვხედავდით ამ დღეების განმავლობაში გადაძახილს თავისუფლებასა და ციხეში მყოფ ლიდერებს შორის და ვხედავთ რომ ეს ყველაფერი არ სრულდება, დღესაც მორიგი განცხადება ვიხილეთ. ეს ამომრჩევლისთვის რთული სანახავია. მით უმეტეს იმ ამომრჩევლისთვის, ვინც ალიანსს გულშემატკივრობს. ამ ფონზე ჩვენ ვნახეთ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ის არაპირებს დატოვოს ალიანსი. მაგრამ ხომ არ ფიქრობთ თქვენ, რომ სწორია ესა? ძალიან ცუდად ჩანს, როცა ახლა ეკრანებით ერთმანეთს ელაპარაკება პოლიტიკური პარტიები და ასე სააშკარაოდ გამოდის. თუ რა ახლა რამე გასარკვევია, ალიანსი იმისთვის ალიანსი და ასე ვთქვათ, ადამიანები იმიტომ არიან შეკრებილი ერთად, რომლებიც სახელმწიფოებრივად ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს უნდა მოუვარონ, ახლა წერილების დონეზე და ეკრანების დონეზე ერთმანეთს არ უნდა ელაპარაკონ და მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, რომ ერთმანეთისთვის თავსებადი გახდნენ. რა თქმა უნდა, გარედან ჩანს ძალიან ცუდად და ეს ბოლოს შიგნიდან როგორ ჩანს და თქვენ თუ გაქვთ ამ ალიანსის წევრებთან კომუნიკაცია ან რეკომენდაცია ან რას ურჩევთ მათ ან როდემდე უნდა გაგრძელდეს ან როგორ უნდა დასრულდეს ეს ურთიერთგავგებო? მე ურჩე იმას რომ ფოკუსი უნდა გასწორდეს. ამოცანა არ არის წარსულში ვინ ასაკეთებდა. ამოცანა არის სამოვლოდ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილი მოვაცილოთ ხელისუფლების. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა. ეხლა როცა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან მოცილდება, მერე კი ბატონო, ეს ალიანსების დაიხლება პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი გზები აქვს, მერე ახალი კოალიციები შეიქმნება, ერთმანეთის წინააღმდეგობა იქნება, კონკურენცია იქნება, არჩევნები იქნება, მაგრამ მანამდე მე როგორც გამოცდილი კაცი ამ საქმეში, მე ორჯერ ხელისუფლებაში ვარ მოსული თეა. ორჯერ მოვედი ხელისუფლებაში, მე 2003 წელს მოვედი ხელისუფლებაში, როცა დიდი კოალიცია შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით და 2012-ში მოვედი ხელისუფლებაში, როცა კიდევ დიდი კოალიცია შეიქმნა უკვე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დიდი კოალიციების გარეშე სამწუხარო რეალობაა. მე მირჩევნია რომ 2-3 ანუ გამოცდილება გაქვთ როგორც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ისე საწინააღმდეგო კამპანიაში. ვერ ხდება. ჩვენ საქართველოს მოქალაქეს უნდა მიუგდოთ ყური და ამ შემთხვევაში გამოცდილება ამბობს რომ დიდი კოალიციები როგორც წესი ხელისუფლებას ამარცხებს. ასე მოხდა 2003-ში, ასე მოხდა 2012-ში და მე ვარ დარწმუნებული ასე მოხდება უახლოს ხანებში. მადი არის მაგალითი რომ ავიღოთ ბატონის ხელისუფლების დასრულება და ხელისუფლება ვერ დასრულდება ერთმანეთის კინკლავით. ამ კინკლავს ერთმანეთის ქიშმობას თან უნდა დავანებოთ. რა გასარკვევი ალიანსი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორება. ბატონურმა თავხდებით ამაზე, მაშინ ისინი არის მეორე და მესამე ხარისხოვანი, ვის რა გაუკეთებია 25 წლის. ბატონურმა საზოგადოებაში ისმის კითხვა დღეს. ისეთ პოლიტიკოს, ისეთ ადამიანს, რომელსაც ნაკლი არ ქონდეს, ასეთი ადამიანი არ არსებობს. ასეთი ადამიანი არსებობს მიწის ქვეშ. ცოცხალი ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკოსი, რომელიც მოქმედებდა, რომელიც თარდებოდა, რომელიც სახელმწიფოს ემსახურებოდა, რომ იყოს იდეალური, რომელსაც შეცდომა არ დაუშვია, ასეთი საქართველოში არ არსებობს. და მერცი არსებობს, ბუნებრივია. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ამ უნდა შევიგავოთ და მოსახლეობას უნდა უთხრათ, რომ ჩვენ ვართ ერთიანი ამ საქმეში და ვივიწყებთ ყველა წარსულს ახალი ფურცლიდან ვიწყებთ მოძრაობას, იმისათვის რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ. და ერთი მთავარი დამატება აქვს. ეხლა 9 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გაერთიანდა, მაგრამ მე ვამბობ, ეს არ არის სრულყოფილი.
იქ მარტო პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური პარტიის ლიდერების დამოკრა კი არა. იქ არის ინტერესთა ჯგუფები, იქ არის ადამიანები, სად არის ის ხალხი, რომელიც 500 დღეზე მეტი ქუჩაში დგას და პრაქტიკულად ამ ადამიანებმა უზრუნველყოს ის, რომ ბიძინა ივანიშვილის არაღიარების პოლიტიკა მიუვიდა დასავლეთიდან. არ იქნებოდა ეს ადამიანები, რომლებიც 500 დღეა უწყვეტად რუსთაველზე გამოდიან, მე არ ვიცი დასავლეთი როგორ მოიქცეოდა. დასავლეთი იქცევა სწორედ იმ 500 დღიანი უწყვეტი პროტესტის გამო იმ დაგვარად რა დაგვარად იქცევა. ამ ადამიანებიდანაც ვიღაცა უნდა იყოს სხვა პოლიტიკური პარტიები, ბევრი პოლიტიკური პარტიები. მე 9 კი არა, მე 19 და 29-ს დაგესახელებ, რომელიც ამ ოპოზიციურ ალიანსს წაადგებოდა. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ რაც მეტნი ვიქნებით და რაც მეტად თავსებადი ვიქნებით ერთმანეთის მიმართ და რაც მეტად ერთმანეთის მიმართ ლოიალურები ვიქნებით ახლა და ვიქნებით მტკიცე იმ პოზიციაში, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, ეს იქნება სწორი პოზიცია და ეხლა თუ ახლა ეს კინკლავი უნდა გაგრძელდეს, მაშინ ხელი დაგვიბანია ჩვენს და პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს მოქალაქეებს მე ყოველდღე ვხვდები 20, 40, 50 კაც, ეს არის ჩემი სტიქია, ჩემი ცხოვრების წესია, მე უამრავ ადამიანს ვხვდები და აქედან როცა ადამიანების ველაპარაკები, არავის არ მოწონს ის, რაც ხდება ეკრანებზე და ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გამოასწოროს. რა უნდა ქნას ალიანსმა იმისთვის, რომ დღის წესრიგი შექმნას. ეხლა მხარეებად ბატონო მურმან, კითხვას დავსვავ რა, მოდით გადავიდეთ. და უნდა ვიყოთ ერთიანი ორგანიზმი. ისე როგორც საათის მექანიზმები ერთმანეთისთვის სრულყოფილია და ასე ვთქვათ თავსებადი, ასეთივე თავსებადი უნდა იყოს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ჯგუფები და აქტიური ადამიანები იმისათვის, რომ სამოუავლო პერსპექტივები სწორად დავანახოთ. ბატონო მურმან, რა უნდა ქნას ალიანსმა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსაწვევი დღის წესრიგი შექმნას და არა ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის დამარცხებაზე იზრუნოს. Ну ახლა თუ ახლა ჩვენ ხუთი წინადადებიდან ისევ ოპოზიციური ალიანსი ისევ სამ წინადებას მიხეილ სააკაშვილის მიუძღვნის, რომ შენ ასეთი იყავი, შენ მაღალი ხარ, შენ დაბალი ხარ, შენ ეს გააკეთე, შენ ეს არ გააკეთე, რატომ იწერები წერილს, რატომ არ იწერ, თუ ამაზე ვილაპარაკებთ, ეს ბიძინა ივანიშვილს აწყობს ბუნებრივია. და ამიტომ მე სწორედ ამას ვამბობ. არც მიხეილ სააკაშვილი არაპირებს ალიანსიდან გასვლას და ეს სწორი პოლიტიკაა. და არც ოპოზიციური პარტია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გაუშვათ, ასე ვთქვათ, ალიანსიდან და ესეც სწორი პოლიტიკაა. მოკლედ, ჩემი ამოცანაა, ჩემი როგორც ახლა გამოცილი ადამიანი, ეხლა პირდაპირ გეტყვით რა, შეიძლება ვიღაცაზე წინოს, მაგრამ ნუ ეწინოს. ახლა ამ 9 პოლიტიკური ორგანიზაციიდან დამისახელეთ ერთი ლიდერი, რომელსაც ჩემზე მეტი გამოცდილებაა ხელისუფლების ცვლილებაში. აი დამისახელეთ. შეგიძლიათ დამისახელეთ. კომუნისტების ცვლილებაში აქტიური მონაწილეობა მიღებული, შევარდნაძის ცვლილებაში აქტიური მონაწილეობა მიღებული, ასანაბაშიძის ცვლილებაში აქტიური მონაწილეობა მიღებული, მიხეილ სააკაშვილის ცვლილებაში უაქტიურესი მონაწილეობა მიღებული. ეხლა ეს 9 პოლიტიკური პარტია მასწავლის მე, რანაირად უნდა მოიქცეთ ხელისუფლების შესაძლებლობა, ვერ მასწავლის, იმიტომ რომ არა აქვს ის გამოცდილება, რაც მაგალითად მე როგორ უნდა მოიქცნენ და იმ ლიდერებს, რომლებიც ჯერ კიდევ გარეთ არიან. ამიტომ მე ვამბობ, რომ 9 ოპოზიციური პარტიის გაერთიანება ჯერჯერობით არ არის სრულყოფილი. კარგია, სწორი გზით მიდიან, ძალიან კარგად როგორ გგონიათ, როცა ალიანსი ასეთ პოლიტიკურ ფორმაშია, ვინ შეუერთდება, ბატონ მურმან, ვინ შეუერთდება ალიანსს? ბევრი აკლია. ვინ შეიძლება შეუერთდეს ალიანსს, რომელიც ახლა ასეთ პოლიტიკურ ფორმაშია? შალიკო ნათელაშვილი არავისთან არ ერთიანდება, ასე არ არის. შალვა ნათელაშვილთან უამრავჯერ მისაუბრია და საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაქვს. შალვა ნათელაშვილი გამოდგება თუ არა დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლად, რა თქმა უნდა გამოდგება. რესპუბლიკური პარტია გამოდგება თუ არა იმ ოპოზიციურ ალიანსში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესაძლებლად, რა თქმა უნდა გამოდგება. რაღაც პიროვნებები, რომლებიც შემიძლია ასეულობით ჩამოგითვალო და რომელიც მინდა რომ გამოჩნდეს ამ ოპოზიციურ ალიანსში. გამოდგება თუ არა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შესაძლებლად, რა თქმა უნდა გამოდგება. ამიტომ ეს ალიანსი უნდა გაფართოვდეს, ეს ალიანსი უნდა გაძლიერდეს, ერთადერთი პირობი, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ თავსებადი. ჩვენი უმთავრესი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილება და ქვეყნის დაბრუნება ევროპულ სტრუქტურებში. ეს არის უმთავრესი ამოცანა. ეს ამოცანა გააზრებული აქვს ამ პოლიტიკური პარტიის ლიდერს, სწორად მიდიან, სწორად შექმნეს
მე მივესალმე ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვამბობ, რომ კიდევ მეტი სიმტკიცე რა უნდა შეცვალონ? კიდევ მეტი პოლიტიკური დიპლომატია იმისათვის, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილი არ გავახაროთ. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა მათი დღის წესრიგისთვის ეხლა. ხო და რა უნდა იყოს ახლა მათი დღის წესრიგი? კონკრეტული თემები, ფასები, წამლები, სოციალური პრობლემა, საგარეო პოლიტიკა, რა უნდა იყოს, რას ურჩევთ? დავანებოთ უნდა ამ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ ვიდეო მიმართვების ჩაწერასა და ამ ერთმანეთის კიშკობას თავი. ეს უნდა იყოს ნომერ პირველი ამოცანა ახლა ამ წუთში. და ეხლა დანარჩენი თუ ჩვენ გავბევდებით მე ვარ დარწმუნებული. ანუ მათი პასუხი ისეთია რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრს წერს იქედან და არ ჩერდება. მაგალითად ეკა ბესელია რომელიც ახლა გულზე მე არ მეხატება იმიტომ რომ ეკა ბესელიას ძალიან ცუდი საქმეები აქვს ნაკეთები როცა საქართველოს ცნებაში იყო მაგრამ დღეს ოპოზიციაშია მისი ძალა მისი უნარები მისი ცოდნა ხელისუფლების ცვლილებაში ხო ეკა ბესელია ხო გამოდგა 2012 წელს და ხომ ბევრი იმუშავა მას დიდი ცოდნა აქვს ამ მიმართულებით რომ მიუხედავად იმისა ეს უნდა დავანებოთ ამას თავი ეკა ბესელია რატომ არ არის ამ პოლიტიკურ ალიანსში მაგალითად გესმის? ანუ ჩვენ ბევრი უნდა ვიყოთ, ბევრი ვარ ასეთი ადამიანები, ვისაც ხელისუფლების შეცვლაში მონაწილეობა მიგვიღია და უნდა გაუბევდეთ. მე სპეციალურად შეგნებულად დავასახელე ის გვარები, რომლებიც მიმაჩნიარ ამ ოპოზიციურ ალიანსში უნდა იყოს. ეხლა თუ თქვენ ახლა ტელეფონით ურეკავთ ერთმანეთს და ლაპარაკი არ შეგიძლიათ და მისვლა არ გინდათ და ერთად დაჯდომა, მაშინ ეს სხვა საკითხია. მაშინ თქვენ სახელმწიფოს მმართველობას ვერ შეძლებთ. ეხლა თუ ვინაძო ფიქრობთ რომ ბევრი ვიქნებით და მე ეს ბევრი ერთმანეთს ხელს შევშლით, მაშინ ეს სწორი მიდგომა არ არის. ჩვენი ამოცანა ბევრი ვიყოთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დავამარცხოთ და ამ დამარცხების შემდეგ გინდა მე 1000 კოალიცია შექმნით და გინდა პარტიებმა ცალკე წადით. მე ეს არის თქვენი საქმე. პოლიტიკური კონკურენცია ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკური სისტემები ბრძოლობს იმისათვის, რომ მივიდეს ხელისუფლებაში. ეხლა კი უმთავრესი ამოცანა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვება, თორე ეს კაცი ყველაფერს კადრულობს, ხო ხედავ? გუშინ გაუშვა ხელისუფლებიდან ადამიანი, ეს მოიყვანა, მეორე ცვლილებებზე მინდა გითხოთ, რა ხდება ქართულ ოცნებაში თვითონ? გუშინ აჯარის მმართველად დანიშნეს კაცი, რომელიც კვირიკაშვილის კაცი იყო, კვირიკაშვილი როგორც კი გააგდეს ხელისუფლებიდან, ის ხელისუფლებიდან გააგდეს პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ 700 მილიონი მოიპარაო კვირიკაშვილმა, ეს სიტყვები გახსოვთ, ხო თეა? დიახ. ხან ანაკლის პორტის საკითხი, ხან ბავშვების შიმშილობის თემა იყო კვირიკაშვილის გაშვების. და ეხლა ისე მოაბრუნეს უკან. ეხლა გესმით, ეს კაცი ყველაფერს კადრულობს, მას შეუძლია. რატომ მოაბრუნეს ზურაბ პატარიძე და საერთოდ რა ხდება ქართულ ოცნებაში? მას შეუძლია კაცი პრემიერ-მინისტრად აგარჩევინოს და მე გითხრას რომ დიფცეიტმა დავანიშნა. მას შეუძლია რომ მეორე მოატრიალოს კაცი პრემიერ-მინისტრად დანიშნოს და მე რასაც უნდა იმას აკეთებს. იმიტომ რომ ჩვენ აქეთა ნაწილი, ოპოზიციური ნაწილი, რომელიც ხალხმრავლობით მეტი ვარ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია, ვერ მოპირისპირდებით სერიოზული ძალით და სერიოზული ძალა არის ძალა ერთობაში. და ძალა გონიერებაში და გონიერება და ერთობა არის ის რომ ჩვენ გავხდეთ ერთმანეთის მიმართ თავსებადი ჩვენ განსხვავებულები ვართ განსხვავებული პოლიტიკური წარსული გვაქვს განსხვავებული გზით გვივლია მაგრამ სამშობლო ერთნაირად გვიყვარს და ეს უნდა იყოს ამოსავალი პრინციპი დავანებოთ ერთმანეთის კიშკობას თავი ეს არის ამოცანა თუ ჩვენ ბევრი გავხდებით ბიძინა ივანიშვილი ძალიან მალე დასრულდება ეს არის კვირეების და თვეების და არა წლების საქმე ის რომ 26 მაისი დაანონსა ოპოზიციურმა ალიანსმა ეს არის კარგი მაგალითად ის რომ თქვეს რომ თარიღის ჩამოკიდება არასწორია ეს იყო ცუდი ეხლა 26 მაისი მე არ ვამბობ რომ 26 მაისი რომ დაკიდეს ცუდი არ არის ცუდი კარგია რომ 26 მაისი დაკიდეს ერთ გეოგრაფიაში ბევრი ადამიანის თავმოყრა არის ხელისუფლებისთვის სერიოზული მატრახი და აი ეს სერიოზული მატრახი უნდა გამოიყენოს ხალხმა საზოგადოებამ. ბატონო, როგორც თქვენ ბრძანეთ, ხელისუფლება არ უნდა მართავდეს ხალხს და ოპოზიციურმა პარტიებმა, ალიანსებმა, განსხვავებულმა ადამიანებმა ამაში ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყოთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ერთმანეთის მიმართ უნდა გავხდეთ თავსებადი. ბიძინა ივანიშვილის ეშინია ჩვენი ერთიანობისა, დაქსაქსულობის არ ეშინია ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ერთიანი ვიქნებით,
ძალიან მალე დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს. თორემ აუტანელი მდგომარეობაა უკვე ციხეში. ამის ატანა აღარ შეიძლება უკვე. ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს კარგს უაკეთებდეს. ის რაც ახლა ციხეებში ხდება, რასაც ზვიად რატიას უკეთებენ. კაცი ფაქტიურად კარტელში ზის სრულიად უწყინარი ინტელიგენტი ადამიანი გესმის? უკაცრეს რეჟიმში იმყოფება. რა თქმა უნდა, რომელიც ღამის 4 საათზე სასამართლო პროცესს ჩაატარებს და პოლიტდევნილს სხვა სახელმწიფოს გადასცემს. მარტო ამისთვის უნდა გამოიცინოს ხელისუფლება, იმიტომ რომ ჩვენ სტუმარ მასპინძელის ქვეყანა ვართ, ვაჟა-ფშაველას ქვეყანა ვართ და ეხლა თუ ეს კარგად არ გავიაზრეთ საქართველოს მოქალაქეებმა, მაშინ ბიძინა ივანიშვილი გააცხელებს ხელისუფლებასა და მოიქცევა ისე როგორც იქცევა. ამიტომ დიდი გაერთიანება, დიდი პოლიტიკური გაერთიანება, სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, პიროვნებები, პოლიტიკური პარტიები ერთად ერთიანობით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არის შესაძლებელი. დიდი მადლობა ბატონ